12 ლარიანი წისქვილი. რა ეტაკა ახლა გაბაგა ვოლტმა. ეს რო ესეც 13 ლარიანია. ოპა, დავიდა. სკუტერი გააჩერა პოლიცია. და ამის გამო შეიძლება პოლიცია ძიე მოვარდეს დამაჯერი, მას ვოლტი ყოველთვის ამით გამოირჩეოდა, რომ პლუს 7 ლარიო, ხო არ წავიღო? ინდუსების შემოსევამ გააფუჭა ვოლტში საქმე. მათხოვეთ სკუტერი, მე კი გაგარეკლამებ და გახსენებთ ვიდეოში. ვიქნები ვიდეოში? კი, გამოგაჩენ. გამარჯობა ყველას, მე ვარ ირაკლი და დღეს მე ვიქნები ვოლტის კურიერი. ვისაც წინა ვიდეო არ გინახავთ, ვიმუშავე გლოვოზე და ახლა ვიმუშავებ ვოლტზე. და ვნახოთ რა მდგომარეობაა, შევადაროთ ერთმანეთს. პირველ შეკვეთა უკვე შევამივიდა, ფიტბელი მომცა და წავიდეთ ახლა ვიღოთ შეკვეთა და გავუგაზოთ. გამარჯობა, 085. ესე ჩვენი ფიტმილი. ვინც არ იცით, ძალიან მაგარი ბურგერი აქვთ. რეკომენდაცია ჩემგან, გასინჯეთ აუცილებლად. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბურგერია, რაც კიდევ მიჭამია. და ზოგადად, ჯანსაღი კვების ობიექტია და ვინც ვარჯიშობთ, ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობას და სხეულზე, გირჩევთ აუცილებლად. ჩვენ კი წავედით. მოკლედ ნახოთ აბა ერთი რა გამოდის ვოლტზე, იმიტომ რომ გლოვომ ძალიან დამტანჯა და მაგრად მაწვალა. როგორც იცი, ვოლტი ბევრად უფრო სტაბილური არის და შეკვეთებიც უფრო სტაბილურად შემოდის, მაგრამ ნახოთ. დიდი ხანი არ მიმუშავია და ვოლტზე რა ხდება მართლა არ ვიცი. ნუ გამოვედით ამ რეჯიბზე და როგორც ყოველთვის აქ სულსაცოვი როგორ არის. აი სკუტერი. თავარი აქ ზოლი არავინ შეიცვალოს, როგორც იციან ხოლმე. ზოლი არავინ შეიცვალოს. მადლობა. ამა ზოლი შეიცვალ. რა შვები დადექი ერთ ზოლში. დადი სიკით-აკით. მადლობა. ზოლის დაცვა არ იციან რა, ძალიან ბევრმა. აი ზოგი იწევა და დიდი მადლობა. აქ თურმე რაღაცა ხდება და იმიტომ არის საცობი. ანუ იდეაში აქ მოტოთი და სკუტერით ყოველთვის მარტივად გადიხარ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სიგანია და ნუ შუაში ზოლი ყოველთვის არის ხოლმე რა. ეტევი, მაგრამ ზოგი მაინც ახლა რა ვიცი, ჩადგება შუაში და მიდი არ ზოლი აინტერესებს არაფერი. აქ უნდა შევიდე ახლა მე მგონი. კი, აქ უნდა შევიდე. გამარჯობა. შეკვეთა თქვენთან არის? არ ვს გემრიელოთ. რა მოგცა 12 ლარიანი წისქვილი, სადმე მოგცა ოლაბარში? წამა რა ვიცი, გავუყვეთ რაც არის. ანუ დიდი შეკვეთები არის და მომწონს რა მიხარია, ნამდვილად cash order-ი. ეს ვერ დავინახე, ვერ დავაკვირდი. cash არ მინდოდა. აუ, რატო არ დავაკვირდი? ნეტა აჩვენებს თავიდან, არ ვიცი, რა ვიცი, cash. მოგ წავით რა. კაი, გავუყვები ხა ყველა შეკვეთას ავიღებ ხოლმე. არ დავიწყებ დიდად რჩევას, იმიტომ რომ მე უფრო ცდები, რომ სას შეკვეთას არჩევ და აუ ეს არ მინდა, ეს მინდა და ნუ დროსაც კარგავ და ფულსაც, ამიტომ მეცდები გავუყვე ყველა შეკვეთა ავიღო და ძალიან ცუდი თუ იქნება რამე ისინი გადავაბო მარტო. აქ სულა ესეთი ჭედო არის ამ მონაკვეთზე. ვერ ვიტან ამ შუქნიშანს. 1 საათიანი შუქნიშანია. სიცხეში თან მით უმეტეს. გახარი ხრუკები. ცოტას გავირუჯები ისე, ძალიან გავთეთრდი და ტუკ. აი ეს არის სკუტერ ფაუერი. დაძრები ეტევი ყველგან. სკუტერი არის თბილისში ყველაზე კომფორტული ტრანსპორტი. ამაში იმედია ვერავინ შემედავება. ყველგან ეტევი, ყველგან ძრები და ყველაზე ჩხარი ხარ რა. სად არის წისქვილი? წისქვილი. აუ, აი წისქვილი სად მიჩვენებს? წისქვილი სად არის აქ? აგროფობის შენობაშია? მე ხა არ ვიცი ეს ობიექტები აქეთ ხო გითხარით წინა ვიდეოშიც არ მუშაობდი. მე ვარ ჩრდილოელი კურიერი. აჰა, ესეც პარკინგი. შევძრეთ. აქ ძრებიან ხოლმე? გამარჯობა. აქ როგორ შედიან ხოლმე? წისქვილი მაქვს ასაღები და აქედან გავძრე თუ უნდა გავხსნა? მადლობა. გაუმარჯოს. ეს ადგილი უკვე გამახსენდა, აქ ძალიან ბევრი ფოტომოყრული იღებს ხოლმე ფოტოებს. და შემოვარდა ერთხელ ეს გადავიღო ფოტოები. მე 4-ო ხო? გამარჯობა. ხომ შეკვეთაზე ვარ? კი, 694. მადლობა. ცხელი ხინკალი. ახლოს ვარ უკვე და არ გამეპაროს არ გავცდე. შემდეგში უნდა ჩავუხვიო წესით. 25 ეს არის, 25 კორპუსი 4, ჩვენ რომელი გვინდა და 25-ის 3, 25-3. გამარჯობა, კურიერი ვარ. გამარჯობა. აი, ახლა შემოვედი ეზოში კორპუსების 25 ნომრების და რომელია ზუსტად? გამარჯობა. სულ იყო 59 და 95-ის, ხო? აქ მეჩვენებს, 56 და 95-ის. შემეშალა. ნებეთ? არაფერს გემრიალთ. ესეც cash-ი. ნუ კიდე იქით გავყავარ, წავამიყვანს ეს მე ფონი ჭალაში და მარნეულში და აღარ მინდა იქით გოს. მომიყვანე რაზევით. 5 ლარი ვარ მინდა რა. ახლა შემოვიდა რაღაცა თამაშობსაც არ მიმოხდა. მოვიღოთ. დაასიგნალა და როგორ დააჩქარა, ნახე უცებ გაიარა საცალმა. აი სიგნალი ხო ხდები იმენ მაგრად შველის რა. ეგრევე დაჩქარდა, დაინახეთ. სულ გაიწოვა მთელი საცობი გაქრა. Sadly, the Tiflis fast food hour bar. Okay. Let's go. That's ხა ახლა მოკლემკლავებით ვარ გამოსული და კარგადაც გავირუჯები. თუ არ შევიხრუკე და თუ არ დავიწვე. სად მივდივართ აქ? აქ უნდა იყოს სადღაც. აი ეს არის. ой. გამარჯობა. ვოლტის შეკვეთაზე ვარ. ბატონო. კარგი.
ავი გამარჯობა მაინც მითხარი. გამარჯობა. 871. აი რა მოკლედ არ მიყვარს ხოლმე ეს თევი რა. თავაზიანობა და გამარჯობა უფასოა და შეიძლება თქვა რა თუ გეზარება ნუ გამოხვალ სახლიდან. ძლივს მოვედი მე მგონი, მაგრამ სად მიშვებს ახლა ეს? გამარჯობა. ნიუ ჰოსპიტალში ასე მოხდები? მადლობა. სად შემოვედი? მშენებლობა არის და. საიდან მოვედი თურმე რაღაცა გზა ყოფილა და. გამარჯობა, კურიერი ვარ. თქვენ ხართ? კი ბატონო, გამარჯობა. არაფერს. რაღაც შეკვეთა აგვიანებს, ჩავხურე და რამდენხანი მოვდივარ და შეკვეთა არ შემოვიდეს. რატო? ეგრე იცის ხოლმე ვოლზე? თუ აქეთ რა ვარ ცოტა გამასწოლი ცენტრალური ნაწილიდან. ვიძი ფრთხილად. რა ჭედვა, გაძრომაც კი ჭირს, ვერ მიყვები რა. მარჯვნიდან გასწრება არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ არ უყურებენ ძირითადად მარჯვენა სარკეს მძღოლები და არა და აქეთ არის ხოლმე ძირითადად სივრცე. მე როგორც ახლა მაგალითად მოვთ ვინ როდის გაგიხსნის კარებს, ვინ გამოხდება, ვერ გაიგებ. აი ესე რა. რამ ხელაგზა გამოვიარე და შეკვეთა არ შემომსულია კიდე. ზოგადად ასია ვოლზე? უჭირს ხოლმე შეკვეთები თუ დღეს არის, რა ვიცი. აი მოდი ვიგაზავებ ახლა რაც შეიძლება მალე მივალ საბურთალოსკენ და მე იქით იქნება მომწეს რამე. აქაც რა ხდება ბიჭო დღეს? რატოა ესეთი საცობიონობანა? ანუ სააკაძესთან მოვედი უკვე და შეკვეთა კიდე არ შემომსვლია რამ ხელაგზა გამოვიარე და რა ხდება? რაღაცა არ მომწონს ეს ამბავი. აი დავიწუწუნე შეკვეთა არ შემომდის მე კიდე შემომივიდა. რა არის აბა? შაურმა ბასა. დავაი წავედი. ქეშიანი იყო არ დავაკვირდით. ქეშიანი შეკვეთა არ მოწყობდა, იმიტომ რომ ლიმიტს გადავწდები და შეტანა მომიწევს. მე მგონი, როგორც მახსოვს მასე იყო ადრე. ვოლტში რამე თუ არ შეიცვალა. აი წავედით მივიტან და მე ვიფიქროთ მაგაზე. My line. ეგ არის My line კუთხეში. ოკეი, შვენიერი. მოვედით. გამარჯობა თქვენთან. ქეში არის მე მგონი 18 და 48 ხო? 100 ლარიანია. ახლავე. ეს 80 და ახლავე. არაფერს. მადლობა. აღარ მქონა ნაკლები ხურდა და 50 თეთრი დავტიპე. ზეა ჩავხურეთ. ვერ ჩავხურეთ. ჩაიხურე, რა უნდა ამას? რატო არ მახურინებს შეკვეთას? ჯან დაბაგინდა. ოფლაინი რატო ვარ ბიჭო შეკვეთა? რა ეტაკა ახლა გაბაგა ვოლტმა? რატო გამიჭედა? მოკლედ რაღაც გაჭედა ვოლტის აპლიკაცია, მასით რამე არ მომსვლია არასოდეს და შეკვეთა ვეღარ ჩავხურე. მე ტელეფონი გადატვირთე და გადატვირთის შემდეგ ხო საერთოდ გაიჭედა აპლიკაციაშიც ვეღარ შევდიოდი და 1-20 წუთი მაინც ვეჩალიჩე და ვეწვალე, მერე ძლივს გავხსენი და ასე იცის ხოლმე, ანუ თქვენც მოგხსლიათ მასე? მოკლედ კაი შეკვეთა ჩამიგდო ახლა საბურთალოზე გადამოქვს ვაჟაზე 10 ლარიანია და ეს ამომქაჩავს ცოტა იმედია. ესე ჩვენი ნაკვერჩხალი ეს უნდა იყოს. უნდა გავაგოროთ? გავაგოროთ თუ შევძლებთ. ოპა, წავიდა. შევაკაჩერებთ? არაფერს. საით კვესტი შევასრულე. სადა აქ შესასვლელი აქედან. არაფერს, გამარჯობა. 772. მადლობა. მეორეს დამემატა, ეს რა არის? დამატებები არ მიყვარს ხოლმე რა. 3 ლარს მიმატებ. არ მინდა. მადლობა, იყოს. თქვენი იყოს. კაი, ჩვენ ხოლმე მედივართ ვაჟა-ფშაველაზე. ასეთი შეკვეთები მომწონს. არაფერში 10 ლარი. ამას უცებ გადავიტან. წინა ვიდეოზე რამდენიმე დამიწერა, ვიდეო ძალიან ყანყალებსო და თავბრდამე ხო და სტაბილიზაცია მქონია თურმე გამართული. ახლა ჩავურთე სტაბილიზაცია და რა ვიცი როგორია დამიწერეთ კომენტარებში უკეთესია თუ არა. და ნუ ისედაც ჩვევაში მაქვს. ძალიან ხშირად ვიყურები სარკეებში და სულ ვატრიალებ თავს. და მაგიტომაც ნუ ასეთი გამოვიდა წინა ვიდეო და ახლა ვეცდები, უბრალოდ ვცდილობ რომ ძალიან აღარ ვატრიალო თავი და ისე ჩავიხედო ხოლმე თვალებიდან, ანუ ამას პატრა სარკეები რო აქვს. ვერ დავუმუღამე რა, მიწევს ესე ჩახედვა მიწევს სარკეებში და რო რაღაც დავინახო უკან ხდება. ვეცადე მაქსიმალურად გამესწორებინა ჩემ სიმაღლეზე და რაღაცა ვერ ვქენი რა, ვერ მოვერგე. ოპა, მწვანე დაგვემთხვა. გავასწროთ რა. მიდი. მივაწაკი და გავასწარეთ. აქ შევძროთ, მოდი აქ შევძროთ. აი ასე შევძროთ, ეს. აქ ესე ვიწროვია ვეღარ. კომორჩ. ვესტრომია სუზუკი. აი ესეთი მინდა რა. აი ადვენჩერი მინდა. ამნახანი გავიძახი და
აი ეს ხალხი რატო გადადის ესე ამ ადგილებში, ანუ ხშირად არის ესეთი მომენტი, როდესაც გადარბიან მანქანებს შორის და ამათ ვერ ხედავ. ისინიც არიჩენენ სიფრთხილეს და გივარდებიან საბურავებში. არ შეიძლება რა ზებრა არის, აი გეზარება 5 მეტრის გავლა, აქედან გადმოიარე, უსაფრთხოდ იქნები შენც და სხვაც. ეს კულტურა ვერ განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. მოვედით, რომელი корпуსია? 16. აი ეს არის. გამარჯობა. არაფერს. ნახავთ. შვენიერი უნდა ავიღოთ. აი შეგვეთა რომ შემოგდეს, რამდენი ხანი უნდა რომ თანხა გამოიტანოს და რა ხდება მონაცემები გამოიტანოს. ვა, 5 ლარიო. მეტს რატო ველოდი? გაიჯანდებას. ესე იგი ყაზბეგზე მიმაქვს საწოვი, სად უნდა ჩავასხო? აქ სოკარი არის, ეხლა გამახსენდა კუთხეში. შვენიერი, თან თვითმომსახურება, ეკონომია, არაფერში გამოგვივა. მანდ გავირბენ, უცებ ჩავასხო, თორე ეს თავისით ჩაქრა სტარტ სტოპი მიხვდა რომ ბენზინი მითავდება და ეკონომიას აკეთებს. რა ჭკვიანი, აი სმარტი, ბიჭო, დიო სმარტი. წები, თურმე რაში გამოიხატება ამის სმარტობა? სოგარი. პრემიუმი გვაქვს? გამარჯობა. პრემიუმინა 10 ლარის პირველზე. ასწორებს თვითმომსახურება. ეს რა არის, ეს გამყოფი რატო აქვს შიგნით იმენ? დაუკარგე 2 გრამი ბენზინი. 3 ლიტრი წავიდა. მაგის დედაც რა, ეს რა ფასებია რა. თვითმოსახურებაში ღირს 3.15. ისე რაღა ღირს, არც 1 გრამი არ უნდა დავტოვოთ. ბოლომდე უნდა გამოვწუროთ. ჩადი, რაც არის დარჩენილი. აგე ეს ლაიფჰაკი წოდით აქ რომ მოუჭერ, გადმოდის კიდე დარჩენილი. ეს რა 1-10 კილომეტრს გამატარებდა ხა რაც გადმოვაწუწე. всё, ვეყოფა. ეგ არის. მივასოკარეთ. ჩავდიყავით. შეკვეთა მიქონდა, კი ბატონი, მივიდოდით ყაზბეგზე. მაგრად დაცხა და ხელებზე უკვე გრძნობ, რომ ცოტათი დავიწვე. კიდე რამდენიმე დამიწერა დიო როგორ დაასტუკეთო. წინა ვიდეოში ვახსენე 40,000-ზე დაისტუკა მეთქი და არ ვიცი, ჩვენც არ ვიცით. საინტერესო კითხვაა რატო და როგორ დაისტუკა 40,000-ზე, მაგრამ ფაქტია მოხდა რა. ანუ იდეაში მან ყურადღება უფრო მეტად გამახვილებული იყო იმაზე, რომ სტუკის შემთხვევაში და რამე დაზიანების შემთხვევაში მაღაზიას არ აქვს ნაწილი და ეგ არის მთავარი საჩივარი და მთავარი პრობლემა, თორე ეხლა სკუტერი რო დაისტუკა, აი ალბათ ნორმალური არის ხო, ამხელა დატვირთვა აქვს ყოველდღიური, კიდე არგინა ტექნიკა არა, უკვდავი არაფერია. თვით Honda Diots კი. პრობლემა იმაშია, რომ მაღაზიას უნდა ქონდეს ნაწილი. უკვე მე რამდენად თქვი და გავიმეორებ, რომ თუ ყიდი სკუტერებს, მისთვის საჭირო ყველა ნაწილიც უნდა გქონდეს. თუ არ და გაანებე თავი შეეშვი. ასე რომ, თუ იმე ნახავს წარმომადგენელი რომელიმე სკუტერების მაღაზიის, გაითვალისწინეთ, რომ ნაწილები გქონდეთ. ნუ 1 და 2 ხო არ დადის თან. Dio არის ესეთი სკუტერი, რომელიც, რავი, 1000-ობით დარბის თბილისის საქართველოს მასშტაბით და ნაწილები იქონიათ. ოკეი? შევთანხმდით. ისე აი რომ შევადარო ახლა Glovo და Volt-ი. აქეთ იმდენად არ მეშლება ნერვები, უფრო სტაბილური და დაალაგებული არის. აი იქ აპლიკაციამ კი გამიჭედა და მანდ მომეშალა ცოტა ნერვები, რომ ვერ ვხურავდი შეკვეთას. მაგრამ აი მთლიანობაში შეკვეთის შემოსვლა, შეკვეთის მანძილი, დრო, თითქმის რაც შემომდის, უმეტესობა შემომდის გამზადებული და არ მიწევს ლოდინი როგორც Glovo-ში. და ეს ძალიან დიდი პლუსია ჩემი აზრით. Volt-ი ყოველთვის ამით გამოირჩეოდა, რომ უფრო სტაბილური იყო და საპორტიც უკეთესი ყავდა, შეკვეთებსაც უკეთესად გინაწილებდა და არ გაბავდა რაღაცა 20 კილოიან და 50 კილოიან ნივთებს სკუტერიანზე ან ველოსიპედიანზე. აი მაგალითად წინა ვიდეოში აგროჰაბში მომცა 2 უდიდესი შეკვეთა და როდესაც სკუტერზე ხარ შენ ან ველოსიპედზე ხო, ეგეთ შეკვეთებს არ უნდა გიგდებდეს. მე ბევრი ველოსიპედიანიც ვიცი, რომელსაც მსგავს შეკვეთებს უგდებს ხოლმე და პროგრამულად ხომ უნდა იყოს ეგ გასწორებული, რომ დიდი შეკვეთები არ მოაბას, ანუ გადაბმა აღარ უნდა მჭირდებოდეს, არც უნდა შემომდიოდეს ეგეთი შეკვეთა და მორჩა რა, ეგ არის უმარტივესი დასალაგებელი თუ მოინდომებს Glovo. და Volt-ში ეგეთები არ ხდება, ნუ ეხლა მე რამდენი ხანი გამოსული ვარ, მუშაობ, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, რაც შემომდის დაალაგებულად შემომდის და საწუწუნოც არაფერი მაქვს წინა ვიდეოსთან შედარებით. და ალბათ ნუ ერთ-ერთი მთავარი სხვაობაც ეს არის Glovo-სა და Volt-ს შორის, რომ აპლიკაცია უფრო დაალაგებულია, მოწესრიგებულია. ზოგადად აი ყოველთვის უკვე წლები ხო არსებობს ორივე კომპანია საქართველოს ბაზარზე. ყოველთვის მასე იყო. Volt-ი ბევრად დაალაგებული და მოწესრიგებული იყო ვიდრე Glovo. მაგრამ აი ინდუსების შემოსევამ გააფუჭა Volt-ში საქმე რა, აი ინდუსების აყვანა რომ დაიწყეს, იმის მერე გაფუჭდა Volt-ი, თორე მანამდე ძალიან კარგი კომპანია იყო. სკუტერი გააჩერა პოლიციამ, რატო? არ ღვია კი, მაგრამ ბაიმა უეჭველი ველობილიკის გამო გააჩერა. ძალიან დაძდებენ. აღარ ითვალისწინებენ ისე როგორც ადრე. ველობილიკზეც აჩერებენ და ტროტუარზე დგომის გამოც კი აჩერებენ. ანუ ხან ისეთი შეკვეთა გაკასაღები, რომ იწევს ტროტუარზე გააჩერო, ობიექტი არის იქ და სხვანაირად როგორ უნდა გააჩერო, მაგრამ აი დაგინახოს პოლიცია ძია და მოვა გაჯარიმებს. უნდა ყველა არა, მაგრამ ეგეთებიც არიან. აი ბროსკის ვიდეო თუ ნახეთ, პოლიციამ რო დააჯარიმა ტროტუარზე დგომის გამო. ეგეთებიც ხდება რა. ოზბეკის 13 კიბე, აბა კიბეო და აბა კიბე. ანუ გარედან არის ობიექტია რამე და იმიტომ უწერია კიბე? აი ეს კიბით რა უნდა გავიგო, კიბე რო წერია. არ ვიცი, გამარჯობა. არაფერს. აი როდის მე ჩახურა გადავწია და აი ახლა ერთ საათი ფიქრობს. აი იმაზე ვთქვი ჭედავს, ხო რაღაცა ვერ დავაგდა. Android-ზე ალბათ მარტო მასე თუ iOS-იც მასე შვება, არ ვიცი. აი
კიდე მიდი აბა ჩაიხურე, მიდი. ვოლტში თუ ვინმე ნახავს ამ ვიდეოს, გამოასწორეთ რა ეს ბაგი რატო შვება ასე, აი რამეს არასწორად ვაკეთებ, რუკაც გამოვხდე. ესეც ჩავხურე, ესეც ვქენი, ისეც ვქენი. ტრიალებს ფიქრობს. და კიდე აი ეს ბაგი არის. შეკვეთა შემომივიდე და არ მიჩვენებს ჯერ თანხას და რაღაცებს, რაღაც დრო უნდა გავიდეს და რატო ჭედავს ასე Android-ზე ეს პროგრამა ვერ გავიგერ. მიდი, აი რამდენი ხანია ველოდო რომ გავარკვიო რამდენი ლარიანი შეკვეთა. всё, 9.33. სადმე მაქვს? არ მინდა რა ისევა იქნება აქეთ ავიტანო სადმე. თორე ძალიან ჭედვა არის იქ ცენტრალურ უბნებში და სანაპიროზე და ასე შემდეგ რა მოკლედ. გამოვძვერით. პატარა შეკვეთა ჩამიგდო აქვე მაქვს დოლიძეზე და 5 ლარიანია რა. წავიღოთ ესეც. გამარჯობა. 580. კი, ეს არის? მადლობა. მეორეს მიმატებს. +7 ლარიო. ხო არ წავიღო? Film House სად არის ეს? ოკეი, დავай წავიღოთ, რა ვიცი. რატომაც არა. მოკლედ ახლა ეს 5 ლარიანი იყო, 4 და რაღაც და დამემატა ზეიდან 7 ლარი. ანუ ამ შემთხვევაში მე მაწყობს, იმიტომ რომ თავიდან პირველი შეკვეთა იყო ნაკლებ თანხიანი და მეორე დამემატა ისე რომ აღარ მომიწევს მე შეკვეთის ლოდინი, ძებნა შეკვეთის და უკვე აღებული შეკვეთით ეგრევე გავგაზავ და დამემატებს 7 დოლარს. ანუ ესეთი შეკვეთა მაწყობს, იმიტომ ავიღეთ, რომ მთლიანობაში ზოგადად არ მიყვარს ხოლმე რა ეს ორიანი შეკვეთები რაღაცებს რო გიმატებს და სამლარს რო გიმატებს. ეს სიგნალები რა იციან ბიჭო. ზებრაზე გადადის ხალხი და ხო იცი წესები რომ უნდა დაელოდო ზებრაზე გადამსვლელ ადამიანს და ესენი პი აუი ესენი ვინ არიან ბიჭო. სიგნალი რომ რამეს შველოდეს და აჩქარებდეს აუი სიგნალის მეც კი არაფერს გავაკეთებდი სულ მასე ვივლედი. აი მაგალითად ახლა ასაღები მაქვს Film House-ი. გავაჩერე ტროტუარზე, აი გზაზე ხო არ გავაჩერებ, ბასლაინზე ხომ არ გავაჩერებ, ხომ ველობილიგზე და ამის გამო შეიძლება პოლიციაძია მოვარდეს და მაჯარი მას აი ბროსკის ვიდეოში როგორც იყო. ეგრე ეგ არ ვიცი როგორ უნდა გავაკონტროლოს და რატო ხდება მასე. აი ერთი რა გვაქვს ასაღები. აი ასე. ესეც დავტოვეთ მოკლედ. მე მგონი კარგად მივდივარ. მიუხედავად იმისა რომ რაღაც მომენტში აი იქით რო გავედი, აულაბრისკენ რო გავედი, იქით გამაჩერა არ მაძლევდა შეკვეთებს. მე მგონი გლოვოზე უკეთ მივდივარ ჯერჯერობით. ფიქრობ ასლარზე უნდა ავიდე. მარტო ამ ერთი გასვლით არ მინდა რომ გლოვო შევაფასო და სამომავლოდაც ვცდი კიდე ერთხელ გლოვოთი მუშაობას და მე უფრო გამოვიტან უკვე დასკვნას. იმიტომ რომ ეხლა რომ ერთი ვიდეოთი და ერთი დღით შევაფასო გლოვო, ნუ არასწორი იქნება ჩემი აზრით და სამომავლოდ კიდე გადავიღებ ვიდეოს და თუ ვინმეს გსურთ თანამშრომლობა, თუ ვინმე აქირავებს სკუტერს მაგალითად, შეგვიძლია შევთანხმდეთ თანამშრომლობაზე, ბარტერზე, მათხოვეთ სკუტერი, მე კი გაგარეკლამებ და გახსენებთ ვიდეოში. თუ ვინმეს გაწყობთ, მომწერეთ Instagram-ით და მეილით მითითებული იქნება აღწერაში და სხვა სახის თანამშრომლობა და სპონსორობაზეც თანახმა ვარ. არ მოგერიდოთ, მზად ვარ ყველაფრისთვის. აი აბა რა ხდება ახლა რა ხდება? აქ რას გვაძლევს შემდეგს? შეკვეთა აღარ მომდის, ისევ გამაჩერა. რაღაც კარგად მუშაობს და მოდი გავაჩეროთ, აი ვფიქრობ აუტმა. მოვიდა. მოდი გახსენი, აი რამდენი ხანი უნდება მონაცემების სამონათებას, რამდენი ლარს წერს, რას წერს, რა არის, რა გვაქვს, რა მიგვაქვს. მარტო ობიექტი რო დამიწერე, რა ვიცი. ოპა, 8 ლარიო. 7 წუთში. აი არა ვშევს ახლა 7 წუთი. რა ქნა ბიჭო? 8 ლარი გამიქრა, ანუ შეკვეთა რა მოხდა? What the fuck? ასეთები ხდება ხოლმე ვოლტზე? ვოლტში ვინ ხართ? ჩახედეთ ერთი ამ ბაგებს და ამ პრობლემებს და გამოასწორეთ. ბევრს ხო არაფერს ვითხოვე ახლა ვერ გავიგე. კი. კი. კირკიტა. აი, მადლობა. არა, პირიქით, შენ მადლობა. ვიქნები ვიდეოში? კი, გამოგაჩენე. თუ გავარდება მაგალითად. რა ვიცი, ნახოთ იმედია. +1 გამომწერი დამემატა. გამოიწერეთ თქვენს არხი არ დაგავიწყდეთ. ეს რა მომწ ორიანის 15 ლარი მინიმუმ უნდა იყოს. ეს რა არის? ორიანი შეკვეთა მიმაქვს სადღაცა რავი დიდ გორზეა მაქვს და 13 ლარიო გაი რა. აი ამ დროში სანამ ამ ორ შეკვეთას ჯერ ავიღებ, მერე დავტოვებ, მინიმუმ ორს კი დავტოვებ რა. კიდე ორიანია რა ხდება? აი წარმოიდგინე ის იყო 13 ლარიანი მიმქონდა უბედურებაში და ესეც 13 ლარიანია. ორივე ვეიპორია, პატარა შეკვეთები იქნება. აი ეს წავიღოთ მაშინ აქვე ვართ თან რა ძალიან შორს არ გვიწევს გასვლა. აი რომელი ჯობდა ეხლა აბა შეადარე. რა თქმა უნდა ეს ჯობდა. ბევრად. იდეაში ბოლო ორი შეკვეთა არის, იმიტომ რომ რომელი საათია? 6:09 და მე მგონი მეტს ვეღარც მოვასწრებ და არც მინახავს რამდენი ლარი გავაკეთე. ისე კარგად მომუშავებდა, ანუ მიყოლებით მაძლევდა შეკვეთებს და აღარც მინახავს რამდენი ლარი გავაკეთე და რამდენი შეკვეთა დავტოვე. აი ეს ორიც დავტოვოთ და ვნახოთ მე აბა ერთი.
ნუ მაგრად დავიწვი თურმე, ეხლა შევამჩნიე სულ წითელი მაქვს ხელები. ვოი, მე ეს რა არის? თან ვგრძნობ უკვე წვას თორე, ისე ალბათ ვერ შევამჩნევდით. აჰა, ესეც დავტოვეთ. წავედით ეხლა ბოლო შეკვეთაზე გავიდეთ, იმიტომ რომ 6 საკლია 10 წუთი და როგორც მქონდა ნათქვამი 6 საათი უნდა მემუშავა, რათა გლოვოსთან ქონოდა უფრო კარგი შედარება. რომ არ მოვიტყოთ რეალურად რასაც გავაკეთებ 6 საათში, იმას გაჩვენებთ. გამოდის რომ ეს არის ბოლო შეკვეთა და შევაჯამოთ, ნახოთ ახლა ერთი რამდენი გამომივიდა, იმიტომ რომ არ ვიცი, არ მინახავს, არც რაოდენობა მინახავს და არც თანხა და მეც მაინტერესებს, ჩემთვისაც საინტერესოა. ეგ არის მოკლედ დავასრულე მუშაობა და ახლა განახებთ რამდენი გამომივიდა. სულ დავაწერინე 94 ლარი და 34 თეთრი. ანუ 95 ლარი უხეშად რა, ეს არის 12 შეკვეთაში. როგორც ჩანს, როგორც მივხვდით, გლოვოსთან შედარებით ვოლტში ბევრი გავაკეთე. რატომ მოხდა მას და რა მიზეზების გამო არ ვიცი. შეიძლება უბრალოდ დამთხოვა იყოს, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ვოლტში ბევრად უფრო სტაბილურად მუშაობდი, ბევრად უფრო მარტივად მუშაობდი, არ მქონა რაღაცა სტრესი, არ მქონა დაძაბულობა, არ მქონა ნერვების მოშლა. ანუ მთლიანობაში რეალურად რომ შევადაროთ, ვოლტში ბევრად უფრო კომფორტულად ვიყავი და ბევრად უფრო კარგადაც ვიმუშავე და არ ვიცი, ხო თქვენ გადაწყვეტეთ, თქვენ შეადარეთ, ვისაც წინა ვიდეო არ გინახავთ, ნახეთ, შემდეგ აქ მოbrუნდით, ესეც ნახეთ თავიდან და თქვენს გამიზიარეთ მოკლედ თქვენი აზრები კომენტარებში და მიკომენტარეთ რას ფიქრობთ, რატომ გავაკეთე ვოლტზე უფრო მეტი ვიდრე გლოვოზე და ასევე ვისაც ვოლტზე მუშაობა გინდათ, აღწერაში მივუცდებ ლინკს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ დარეგისტრირებას და დამატებით ბონუსად მიიღებთ 400 ლარს. ამიტომ თუ სრული გაქვთ, ეგიძლეთ ჩემი ლინკით დარეგისტრირდეთ და რეფერალით მეც ვისარგებლებთ და თქვენს და ორივე გამოვიმუშავებთ დამატებით 400 ლარს არაფერში, ასე ვთქვათ. შემდეგში ვფიქრობ კიდევ ერთხელ გავიდე გლოვოზე, იმიტომ რომ რაღაც დიდი სხვაობა გამოვიდა და რატომღაც მეგონა, რომ გლოვოზე უფრო მეტ წერდა, იმიტომ რომ ბევრიც ამბობდა, რომ გლოვო უფრო მეტ წერსო და ნახოთ რა, მოკლედ კიდევ ერთხელ ვცდი გლოვოზე მუშაობას და მერე უფრო ჩამოყალიბებულად, უფრო რეალურად დავდებ დასკვნას და თქვენს შეადარეთ, თქვენი ნამუშევრებიც გამიზიარეთ, როგორ ფიქრობთ, რატო ხდება ასე და რატომ გამოვიდა ვოლტზე უფრო მეტი, თან უფრო კომფორტულად. დაღლილობის გარეშე საერთოდ ვერ ვიხსენე, დაღლილობა დამწრობის გარდა ხელები დამეწვა, იმიტომ რომ მოკლედ პლავებით დავგაზავდი მზეში. ნუ მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა მის ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და დაგემშვიდობებით, აბა დროებით.